მოგესალმებით. აბონციციაშვილი თქვენს განკარგულებაშია. ისეთი ამბები ატყდა მსოფლიოში, რომ თავად გამოცდილი ექსპერტი და პოლიტოლოგი აბონიცკი დაიბნა. ანუ მე დავიბენი. იმიტომ რომ მე წავედი და დავიწყე ყველას მოსმენა. იმათი და მივხვდი რომ ტრამპი და მისი გუნდი მუშაობს ისე ჰარმონიულად, ისე შეხმატკილებულად და ისე ლამაზად აბნევს მსოფლიოს, რომ ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. თუმცა ჩვენთან საქართველოში, ეს რუსული ნარატივი დაიხო, რომ განხეთქილებები არის თურმე ტრამპის ადმინისტრაციაში, რომ თურმე რუბიო ერთს ფიქრობს, ტრამპი მეორეს დაიჭირეთ. აყაყანეთ რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის ზელენსკიც იმ 28 პუნქტზე შეაგდეს სხვადასხვა მედია საშუალებებზე ალაპარაკეს, აკაკანეს, ზოგმა აქო, ზოგმა აწაგა, ზოგმა თქვა ამაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს, მოკლედ რა ჩვენი საქმეა, მთავარია რომ ზელენსკიც აყვა ამ თამაშს და ხა რატომაც არ აყვებოდა ზელენსკი ამ თამაშს, ის ხომ მსახიობია ბუნებით. თავის დროზე სხვათა შორის ერთადერთი კავეენის არტისტი იყო, რომელსაც რუსებმა გაუკეთეს თავისი პირადი კავეენი. ესეც ძალიან საინტერესო ფაქტია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, სანერვიულო არაფერი არ არის. ეხლა უკვე ევროპელებმა დადეს 19 პუნქტიანი, ამბობენ რომ ეს უარესია იმაზე, მოკლედ, რასაც არ უნდა ქაქანებდნენ, ერთი რამ არის ფაქტი. ტრამპს სურს სისხლისღვრიის გაჩერება და იქნება ისე, როგორც ტრამპს უნდა. და ყველაფერი ამ დედამიწაზე იქნება ისე, როგორც ტრამპს სურს. მაპატიეთ მანიკურზე მივთივარ. დიახ. და ტრამპს სურს საქართველოს. შავი ზღვა, აბრეშუმის გზის ნაწილი საქართველოსი და საერთოდ საქართველო ჭირდება. მაგრამ ეს ჩვენმა ხალხმა ვერ გაიგო და Facebook-ზე უკვე პოსტის დადება მეზისხება, რომ იწყებენ ტრამპის გინებას და თანაც ისეთი ადამიანები, რომლებიც მოაზროვნეები არიან ჩემი აზრით. სირცხვილია გეყოფა ტრამპის გინება. თორე კიდე უფრო დიდხანს ვიждდებით მწღნერში. ეხა პეტიციაზე ლაპარაკის ზედმეტია 10,000-ზე რო ვერავედი და გასაგებია რომ ვერ აწერთ ხელს და ვერავის ვერც იხმართ რომ მოაწეროთ ხელი. რა ვქნათ და ვიყოთ ევროპის ანაბარა, ხო? ევროპის ანაბარა. სხვათა შორის ევროპას არ აწყობს ამ ომის გაჩერება, იმიტომ რომ ამ ომით ფულს შეულობს. პუტინს ხო არ აწყობს და არ აწყობს, იმიტომ რომ სად წაიყვანოს 700,000 გამგელებული ჯარისკაცი, მკვლელი, უკვე გადასული, ზღვარს გადასული და გონებრივად უკვე გაგიჟებული ადამიანი. ეს ხუმრობა არ არის. მაგრამ რადგანაც ტრამპს სურს ომის გაჩერება, ომი აუცილებლად გაჩერდება და ამას თქვენ ნახავთ აუცილებლად. იმიტომ რომ გაიგეთ ეს ადამიანი, ხო, თქვენ თაგას ეზიზღება, ოღონდ არ ვიცი რატო, არის ღმერთისგან მოვლენილი კაცი, რომელმაც უნდა შეცვალოს მსოფლიოს მოწყობა. და მის მერე ტრამპის დოქტრინა გახდება მთავარი დოქტრინა მსოფლიო მოწყობისა. მე კი მოუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გასაგებია რომ თქვენ გმართავენ რუსეთის სპეცსამსახურები, ეს მაინც გააკეთეთ, რომ სინდისის პატიმრები გამოუშვით. ეს თქვენ პლიუსში ჩაგეწერებათ, ბატონო ბიძინა. პლიუსში ჩაგეწერებათ. დამიჯერეთ, რასაც ვამბობ. რა ვიცი, მერტო ჩემო, რამეში შევცდი? აბა, მომავალ შეხვედრამდე. შენგენი დარში დავდარში, შენგენი სუსტია დამთარში, რადამ გლავდით მოგდი